დღეს მინდა გაჩვენოთ ნეაპოლის ორი მხარე. ღამე, რომელიც ბევრ კრიმინალს ინახავს, გონია რომ ვიღაც ახალ შტილიდან გამოხდება და წარმართებს ჩანთას იმენ. და ქაოსური დღის აქტიური ცხოვრება. მოგესალმებით ნეაპოლიდან. ნეაპოლში საღამოს მოგვიწია ჩასვლა და ვნახეთ თურმე როგორი საშინელება ყოფილა ღამით ეს ქალაქი. ამ მომენტში ღამის 2 საათია. და ვიფიქრეთ რომ სასტუმრო რადგან ახლოს იყო, ფეხით გავისერნებდით. შეგვეთვალიერა რამე. რაც ყველგან ამ ტიპები არიან, სპეცრას მიდადის ბუჯერში და ეს უკვე ნიშნავს რომ რაღაცა ხდება რა. და მაინც სწორ ადგილას არ დავდივართ თან. ყველაფერი აპარატურა, ჩანთა. ვაფშე ყველაფერი თან გვაქვს და მაინც საფრთხის ქვეშ 3 კილომეტრშია ჩვენი სასტუმრო და 25 ევრო მოვთხოვა ტაქსმა და ცოტა ფული დავზოგეთ, იმიტომ რომ პირველი დღეა. და თუმცა ამ სეირნობაში ვნახეთ ამ ქალაქის რეალური სახე. სავსე კრიმინალი მიგრანტებით და სიბინძურით. ჩამოდით რომიდან და კონტრასტი ისეთი განსხვავება. ანუ იქ ძალიან ბევრი მიგრანტია და რაღაცა, მაგრამ შედარებით უსაფრთხოდ გძნობდით თავს. მაგრამ აქ ეგეთი ვაიბი ვაფშე არა. გონია რომ ვიღაც ახალ შტილიდან გამოხდება და წარმართებს ჩანთას იმენ. შეიძლება გამოხდეს კიდეც. არა გასაკვირი. აუ და ხალხია. ასეთ მატრასებს და საძილე აქსესუარებს ყველა 2 მეტრში ხვდებოდით. რაც უფრო უახლოვდებოდით ჩვენს სასტუმროს, მიგრანტების რაოდენობა უფრო იზრდებოდა და იზრდებოდა. მოკლედ მეგობრებო, ისე მოხდა რომ ჩვენი სასტუმრო არაა ღია. მივედით ჩვენ სასტუმროსთან და კარები დაკეტილი დაგვხვდა. მოგვიანებით ქართველი მეგობრის დახმარებით დავჯავშნეთ სხვა სასტუმრო, ცოტა დავისვენეთ და მოდი ახლა დავიწყოთ ნაპოლის დღისით აღმოჩენა. დილით ისევ მოგვაკითხა ჩვენმა მეგობარმა და ის დაგვეხმარა ქალაქის აღმოჩენაში. La polizia, ასეთია ნაპოლის ცენტრი. ქაოსი და ქაოსი რა, ყველგან არის ასეთი ამბავი. მაკინეტა, ამათი ტრადიციული ყავის აპარატი, რომელთა შეგიძლია, რა ვიცი, 200 ჭიქა ყავა გააკეთა და დაალევიო ხალხს. ხო, რაც შეეხება კაპუჩინოს, 3 ევრო ნახევარი ღირდა და კაი იყო, რა ცუდი არ იყო. ნაპოლში არ საუბრობენ ჩვეულებრივ იტალიურ ენაზე, აქ საუბრობენ დიალექტზე, ნაპოლეტარულზე და ის რადიკალურად განსხვავდება იტალიურიდან. ამიტომ ყველამ არ იცის ეს ენა. კაი, შენი გამოცდილებები მითხარია, ბა, ამ ქალაქთან დაკავშირებით. რა გადახდა თავს რაღაც საინტერესო, რომ აღნიშნო და გაიხსენო. საინტერესო არ ვიცი გამომდინარე იქიდან რომ სულ მუშაობ. საინტერესო ჩემთვის შემიძლია ის თქვა რომ როგორც ადამიანი პიროვნულად გავიზარდე. ჩემთვის ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს რაღაც ის ძალიან საამაყო რაღაც რესტორანში მიმტანად მუშაობ, მაგრამ ერთი ფაქტი შემიძლია ავღნიშნო, მიმტანი არ ვიცი ალბათ ცუდად თქვი ეს სიტყვა კამერიერი აქ ესე ეძახიან. განვითარდი იმის მხრივ რომ ვისწავლე ენა. დავიწყე ძალიან მცირე საფეხურიდან რესტორანში მუშაობა, ეხლა სადაც ვმუშაობ, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრა რომ ვარ მთავარი ადამიანი, რომელიც მიდის მაგიდებთან, ემსახურება, აცნობს მთელ მენიუს, რა გვაქვს, თავაზობ კერძებს, ვაძლევს რჩევებს ტურისტებს, უფრო განსაკუთრებით რა შეუძლიათ გემრიელი და გემრონ განსხვავებული რა შეუძლიათ მიირთვან. ეს ყველაფერი მაძლევს რაღაც თვითდაჯერებას იმისთვის, რომ როგორც ადამიანი პიროვნულად გავიზარდე, სხვა ქვეყნის კულტურა ვისწავლე, კერძები ვისწავლე, შემიძლია საუბარი. სეირნობაში ხიფაც დღეც გადავეყარეთ. აღმოჩნდით ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე, სადაც ვიღებდით ვიდეოებს. ადგილობრივებს თვალში ცუდად მოვხვდით და მალევე გავერიდეთ იმ ტერიტორიას. ეს არის ნაპოლისთვის დამახასიათებელი, ასე რომ ვთქვათ, ვაიბი. პატარა ვიწრო ქუჩებში მაგიდები, ადამიანები, რომლებიც მიირთმევენ ძალიან გემრიელ საჭმელს, განსაკუთრებული პასტა და პიცა. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს, მართლა ძალიან გემრიელია. წარწერები, ფრაზები ფილმებიდან, სიმღერებიდან ძალიან აქტუალურია ნაპოლეტანური სიმღერები. აქ წერია, რომ ti daregli occhi miei per vedere ciò che non vedi. შენ მოგცემ ჩემს თვალებს იმისთვის რომ დაინახო ის რასაც შენ ვერ ხედავ. რაღაც სასიყვარულო გამოთქმებია. საინტერესო ქალაქია რა. რაღაც თავგადასავლებით მუდმივად რაღაცა ხდება. მათქმევია რაღაც. კი. გუშინდა დღესა შედარებით მაინც აქვს რომ თავს დაცულად, მაგრამ მართლა
სხვანაირი ვაიბები წამოიღო. ალბათ შეჩვა უნდა მართლა რომ აქ მოგეწონოს ცხოვრება, მაგრამ მე აქ არ ვიცხო. ჩვენ ძალიან კარგი და კეთილი გოგო გვახლავს. ნახე, ყველას ეხმარება, ყველას ფოტოებს უღებს. Polizia. Ciao, buonasera. Allora, Content creatorებთან გავუჩითეთ ნახე. da Michele Tutino e vogliamo offrirvi una frittatina. Va bene. In cambio però segui alla pagina Michele Tutino Rota. Pizzeria. Sono i colleghi Bearia. Traduttore per i miei amici, siamo stranieri, ma Ah, io ok. italiano. E puoi mettere il segui alla pagina? Certo. Così facciamo il video nel Ok, frattempo. posso tradurre anche per loro? Ok. Questi blogger della mia paese. ეს გოგო გთავაზობთ ფრიტატინას იმის სანაცვლოდ რომ დააფოლოვებთ ამათ გვერდს თვითონ თუ დაგვაფოლოვეთ ჩვენს დავაფოლოვებთ. Voi seguire Ok, certo. Ok, allora facciamo insieme. Ok. Assaggiare loro io non lo voglio. Non lo grazie. vuoi? Ok, Vabbè, tu prenditi Io mangio ogni giorno. აჰა, ნახე ვამატებ რაღაცას. გამოვიწერე ამათი გვერდი და ეხლა უფასოდ შევჭამ რაღაცას, მაგრამ რა არ ვიცი. რა Ok, ვაფშე ეს. questo è რა per ეს? Questa è frittatina. Questa è Posso mettere frittatina. questo video su Instagram? Certo. Ok, sì, è Questa è frittatina. frittatina. Ok, შიგნით აქვს პასტა, შეგიძლიათ გასინჯოთ. Solo uno o due va bene. No, no, vai, fai te due. Traduttore per loro perché Ok. non parlano italiano. Ამ გოგომ გითხათ რომ კრეატორები ხართო იმ სოციალურ ქსელებში და დამაფოლოვებთ და მეც დაგაფოლოვებთ. Okay, give me your Instagram. Dameti chiami su Instagram. Vai, prendi e fai. Tu segui. Mandatemi la richiesta, io vi seguo. რას მებაზრება ეს? Satsisi, Ti seguo subito, guarda. მელამდე რა, ანუ ასახელსებელი ხდები. Perfect. Ciao. Thank you. Grazie, buona giornata. Ciao. Ragazzi, grazie. ხოთა მოგეწონა? იცი როგორი რაღაც არის? არ აქვს საკმარისი კრემი შიგნით ის რაც უნდა ქონდეს, მანახე შიგნით რა აქვს. ჩემი აზრით შემშელობაში გამოდგება რა. ვამატა გეძმა. აი. ოპა. ყველგან რემონტი მიდის თელ იტალიაში. აქ არის ზოდიაქოს ნიშნები და რავი ფოტოებს იღებს ხალხი, მაგრამ მე ვერცად ვერ დახე მერწყული რა. მე სულ წიწაკას ვეძახი რა ამ რაღაც ქმნილებას. ანუ ეს არის ამათი თვითრწმენა, რომ ამ ნივთს თუ გაჩუქებენ, ან თუ შეიძენ, გამართლებას ნიშნავს ფორტუნა, sei persona fortunata, რაღაცაში გაგიმართლებს აუცილებლად რა, თავარია გჯეროდეს. ხო, ანუ რაღაც შელოცვებს გიკეთებენ რა, თუ დაგიჭირეს და მოგყიდიან, ამ ნივთს გიკეთებენ შელოცვებს. რაღაც ლოცვებს გეუბნებიან და მე უნდა დაიჯერო რომ რაღაც მარილის გაყრიანცეთ და მე იჯერე ეს არის ეს რაცა ყველა აი ეს ციტაკები რა ეხლა წავიდეთ იქით ცენტრო სტორიკოში და ვიყიდით ამებს და ჩემგან საჩუქრად გიქნები კაი, არ გინდა ამდენი საჩუქარი. ძალიან პატივში ვყავართ ამ გოგოს რა. ნახე. რა ქაოსია. ახლა მივდივართ მარადონას მემორიალთან. ისინი აღარ გააქრეს. რა? ხუჩას ისინი გააქრეს. არ იყიდებ არც დამოღამებ? ოპა, რა შვებას? კლაუ, ბიძაჩებო? სამო. Hey! Fosse che Lino è rimasto, Lino c'è sempre, ma perché non fai il cesso? Ciao! მას შემდეგ რაც ხვიჩამ ნეაპოლი დატოვა, მისი აქსესუარებიც გაქრა ამ ქალაქიდან. ჩემს უკან ხედავთ ფანჯარას, რომელიც ფაქტობრივად არასდროს არ იღება. მარტო მაშინ გაიღო, როცა სკუდეტო მოიგეს. Persone. 12 persone in direzione vicino alla dalla linea gialla, il treno in arrivo non effettua il servizio viaggiatori, il treno in transito in direzione მოკლედ ახლა გაგიზარებთ როგორ კეთება პიცა. სოფი მიგვიყვანა თავის რესტორანშიც, სადაც დავაგეოვნეთ იტალიური კერძები, თუმცა იტალიურმა სამზარეულომ დიდად არ მოგხიბლა. ხაკეთის მარგერიტას ტომატის სოუსი, სპეციალური პანინით, რო ხეხავთ ხოლმე პონდორს ხო იცი ეგეთი რაღაც არის, ბუნებრივი.
მოგესალმებით. ჩვენი შეხვედრის საფარი ეს არის დიალოგი სალამი გიგა. მიგდოდა რომ ეს ბებისინჯეთ არ არის. ანუ სალამი ბედონჩეს თორე თქვენ სალამეს. მაიო non ci sono oggi. ხელთთან არ უკეთ. ესა ჩვენი? ეს რაებია? დავაგემოვნოთ, ეს არის კლასიკური ნაპოლეტანური ფრიტატინა, შიგნით აქვს პასტა. ჩემი საყვარელი კერძია, არ ვიცი. მაგრამ ეს არის ერთიცანი საკმარისი ჩემთვის, რომ ნაყრებული ვიყავ. ეს არის პასტა ფრიტა, პიცის ცომი ჩვეულებრივი, შემწვარი ზეთში. ზემოდან აქვს ჯენოვესი არის ხახვის და ხორცის კრემი, დამერმადებული ხახვი ზემოდან და გემრიელად ზემოდან მოყრილი პანიჭა. Gracias. Grazie. აქ სოფიმ სწორი შესწორება გამიგეთა. იტალიაში მოგზაურობის დროს ხშირად ვიყენებდი სიტყვა gracias, რაც ესპანურია. იტალიური არის grazie. დღესაც ავამუშავეთ ეს. Faccio io. ეს არის ფრიტატინა და შიგნით აქვს პასტა. აბა ნახოთ როგორია. ცხელია და ნელა. აუ ცხელია. ოდეს მე დაანახო შიგნით რა. ნახე ხელით უნდა გახრჩებ, იმიტომ რომ ხორცი აქვს შიგნით. ეს არის ფრიტატინა, ნამდვილი ნაპოლეონი და ნაპოლიტარული, ხო? ეს არის ფრიტატინა, ნამდვილი ნაპოლიტარული საჭმელი. შიგნით აქვს პასტა და ხორცი. და გაროხი აქვს კიდე. გაროხი. აჩმის გემო. მე ძალიან ტუდი არა ვქოვანდი, ფარში აქვს რაღაც. ხო, ხორცია გატარებული. 10-დან 8 არა. ეს არის ჯენოესე, რომელიც არის პასტის ცომი შემწვარი. რა ცუდი არ არის. მაგრამ შემწვარი კარტოფილი ჯობია. იტალიაში ვარ სამჯერ ნამყოფიდან გემრიელი პიცა. ეს არ მეჭამია და იმედი მაქვს ნაპოლიტარული პიცა გემრიელი იქნება. ეს არის მარგარიტა. და მოდება გავსინჯო. ძალიან კაია, მაგარია. სამამებელია. აი არ გადამიყვანს შემჭა. დაგემშვიდობებით ადგილობრივ ლიმონჩელოს, ეს არის აქაური ტრადიციული სასმელი და თქვენ გაგემარჯვეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ვოდკა ძმა. გადაკარი ძმა, მამა პაპურად რა იყო შეგეძე. კარგად ხართ. გრაცია. აქ ვართ რაღაცა სუვენირების მაღაზიაში და ეს თამბავია რა. ეს 300 euро გეს? 300 წერია თუ 3? 8 euro. Amazze che vuoi? 3 euro. Pure sono Giorgiani. Sì, è mia amici. Hai visto che era Maschelia? È È andato via, però vinciamo sempre lo scudetto. Però lui è forte. Parliamo di guardazione perché Il tuo che te non c'è da squadra. aspetta, posso fare Всё, სოდარ უნდა მას. ciao. რაც კალო, რაც ამარ ჩამიგეს ეს. ეს დაიჭერა просто. მე გაგაფრთხილე. ნელა მანქანა მეტყვი და შემდეგ Dove sta la tua occhi? Perché no? Bastardo! Io dopo cazzo da mia. ჩემი მოგზაურობის გენერალური სპონსორი არის Salia Travel და თუ გინდა შენც იმოგზაურო სოფლიოს გარშემო, მაშინ ცივისას უნდა მიმართო. Salia Travel. Vai a coscia aperte, vai. ხიე, ბიჭო, ხიე, და დალიო. ხეხები უნდა გაშალო.
აქ ნახე როგორი სტრიტ არტია, უბრალოდ ვანდალიზმი. ნახე რა ხდება. ახლა დამეყალი. გარეთ ქართული გენგი, ნახე 5 ქართველი. მივდივართ ნაპოლის მეტროში და ნახე რა ფერადი მეტრო. გვია ბა? ახლა ვიმყოფებით უნივერსიტეტის მეტროში და მე ვარ პოლიჩიკოსკენ, ოღონდ არ ვიცი რა გვინდა. ეს მოგზაურობა მარტივი არ ყოფილა. იყო დაბრკოლებები, გაურკვევლობები, მომენტები, როცა თითქოს ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა. მაგრამ სწორედ ამ სირთულეებში დავინახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი. რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანი, როცა არ ნებდები. ეს ჩემთვის არ არის უბრალო კადრები. ეს არის დაუვიწყარი მოგონებები და თავგადასავლები. რაც ყველაზე მთავარია, ვიპოვეთ საკუთარი თავის რწმენა. ის ძალა, რომელიც გაძლევს საშუალებას ყველაზე რთულ შემთხვევებშიც იპოვო გამოსავალი. თუ შენც ახლა რთულ გზაზე ხარ, იცოდე ეს დასასრული არაა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თუ ჩვენ შევძელით, შენც შეძლებ. მხარდაჭერის ნიშნად გამოიწერე ჩემი არხი. ეს мотиваციისთვის ბევრს ნიშნავს.